არის გჭირდება თუ არა სოციალური მედია ფოტოგრაფებს. ესე იგი ქსელები მეც მაქვს, მაგრამ არ მევასება მოდი ესე ვთქვა. მაგალითად შეიძლება თქვა რომ ეხა გადავიღე ფოტო, მაგრამ მომეწონა დავდე, მაგრამ ერთი კვირის მერე მივხვდი რომ არც ესეთი მაგარი ფოტო არ არის. Instagram-ში საბოლოოდ გამომივიდა, რომ იმას კი არ ვდებ, რაც მე მინდა. რო დამედო. იმას ვდებ, რაც აქტუალურია. აი ვიღაცა გამოფენაზე პატიჟებს. და უკვე ნანახი მაქვს, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე დადო ქსელში სადღაც. ვიბემეერის შემთხვევაში ქალბატონი სანამ არ აღმოაჩინეს, სანამ არ იპოვეს მისი ნეგატივები, არ ვიცოდით. მაგრამ სამჟავროზე ადრე იყო მარტო გამოფენა. სადნა ენახათ შენი ფოტო, გამოფენაზე უნდა ენახათ, ხო შენი ფოტოები, ხო? თუ ეს ნაწილი არ გააკეთე და მარტო შენთვის შეენახე, ვიბენ მაიერი ხარ რა. მანიაკი ხარ. ესე გამოდის, რომ რაც მოგწონს, ის უნდა აკეთო. ეგ არის გარდაუვალი, ეგ არის კანონი. აუცილებლად. გურამ. მოგესალმებ. გამარჯობა. გამარჯობათ. დღეს გურამი ყავს სტუმრად. გაგვიმართლა ძალიან როს ცალია, იმიტომ რომ გამოფენა აქვს. მიმდინარე ლექციები აქვს ბევრი და შესაბამისად მადლობა რომ მოიცალე გურამ და დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ჩემი აზრით. ეს არის გჭირდება თუ არა სოციალური მედია ფოტოგრაფებს. რა თქმა უნდა. დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ რამდენად გვეხმარება ფოტოგრაფებს ან ხელოვანებს და ამ პირიქით რამდენად გვიშლის ხელს, რომ ტენდენციებს არ ავყვეთ და იმიტომ რომ სოციალური მედია მაინც კარნახობს ტრენდებს, რა არის მოდაში, სადღაც ნახე და მეცნიდა. თავის წესებს კარნახობს და რა ხდება ამასობაში თანამედროვე ფოტოგრაფიაში და ისინი ვინც დაუშვათ ადრე დაიწყეს ფოტოგრაფია მათ ვისაც არ აქვს სოციალური მედია და არ იყენებენ ამას არიან ეს ხალხი რეალობაში იციან აი მოდი იცი როგორ რაღაცა რომ აი ესე იგი ქსელები მეც მაქვს მაგალითად მე არ მევასება მოდი ესე ვთქვათ მაგრამ მაქვს იმიტომ რომ ჭირდება იმიტომ რომ ეგეთ რეალობაში მოვყევით რა რომ ну რაღაცა კომუნიკაციის საშუალება, რაღაცა იმის საშუალება და ну მეტი გზა არ არის. გონია რომ იმას თავის წესები აქვს, ის თავის დაწოლას გიკეთებს და შენც უნდა შენი წესები შესთავაზო რა. რომ არ ჩაყვე და არ დაიკარგო ანეკდოტის არ იყოს, შევიდა და დაიკარგაო ინტერნეტშიო, ეგრე არ მოგივიდეს რა. აი ეგრე მგონია და უნდა ალბათ უნდა იცოდე რა გინდა იმისგან, ქსელისგან. რა გინდა? ან იმას რა უნდა შენგან და შენ რა გინდა იმისგან. და მე თუ ამას გაიაზრებ, გონია რომ მე ძალიან კარგი ხელსაწყო არის იმისთვის, რომ რაღაცა გააკეთო რა. რაღაცა კომუნიკაციაში შეხვიდე. და შენ თვითონ იყენებ, აი რას გულისხმობ, იცი, აი სხვების დასანახად. აი მაგალითად სხვა რო დაინახო სხვა ფოტოგრაფები. კი, რა თქმა უნდა. იცი როგორ არის, რომ რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი საქმის ნაწილი არის თვალიერება ტენდენციების. ну, ყველაზე კარგად დღეს ქსელებს შეგიძლია, რომ ეს ტენდენციები მოძებნო. ოღონდ უნდა იცოდი ასევე სად მოძებნო, იმიტომ რომ ქსელი ჩემზე კარგად მოგეხსენება რამხელა და რამ ურიცხვ მასალას გთავაზობს და იმ მასალიდან შენ უნდა გაარკვიო კარგი რა არის და ცუდი რა არის. ამისთვის უბრალოდ არსებობს რაღაცა ფოტოგრაფიაზე თუ ლაპარაკობთ, ფოტოგრაფიული ცენტრები, რომლებიც სტილს განსაზღვრავენ ფოტოგრაფიაში, დღეს და უკვე 100 წელია. ხო. და რაღაცნაირად იმათაც უნდა მისდიო და მე იქიდან გახვიდე რაღაცა იმებზე, არხებზე, რომ მიხვდე რომ რა გაინტერესებს. თან ყველაფერი ესე იგი თლათ იმათ კი არ უნდა მისდიო. უბრალოდ იქ უნდა შეხედო რა არის დღეს საინტერესო იმათთან და მე იქიდან შენ რაღაცა მოგწონს, რაღაცა არ მოგწონს, ხო? და მე რაც მოგწონს იმას უღრმავდები და შედიხარ და მე არ კერძო ქსელებს ნახულობ ან რაღაცებს. აი ეგრე მუშაობ. კარგი, მაშინ იცი კიდე რა მაინტერესებს? აი სხვაობა რო ავიღოთ, რეალური გამოფენა რო ავიღოთ და გვერდი რო ავიღოთ Instagram-ში, დავუშვათ ვიღაცას, ხო? ანუ თითქმის ერთი და იგივეა. შეიძლება ვთქვათ ერთი იგივე არ არის. იცი რა არის? ჯერ ერთი ქსელში რაც არის და გამოფენაზე რაც არის ორი სხვადასხვა რამეა. გამოფენა არის რაღაცა შეკრული, გააზრებული და არა ერთი ადამიანის მიმართთან. აი ეს გამოფენა რომელიც შენ ახსენე ხა მიმდინარე გამოფენა, რეალურად მე არ გამიკეთებია. იქ არის ჩემი ფოტოები და გამოფენა გააკეთე ფოტოგრაფიის
და მულტიმედიის მუზეუმმა. იმიტომ რომ ამ დროს ჩემი ძველი დაჭერილი იყო და მე არ მეცალა გამოფენისთვის მთელი კონცეფცია ფოტოების არჩევა, როგორ უნდა დაელაგებინათ, რა უნდა მოეთხრო გამოფენას, რა უნდა მოეთხრო თითო ფოტოს, ხო? ყველაფერი იმად გააკეთეს. რეალურად ეს არის რამოდენიმე კაცის გამოფენა. უბრალოდ მასალა, ვიზუალური მასალა არის ჩემი. რა თქმა უნდა, ისინი დაეყრდნენ ჩემს ნაფიქს და ნამუშევარს და თან ეს ფოტოები ხარ გონია რომ ბოლო 5 წელი გადავიღე და ეგ არის. ეს არის 30 წლის წინანდელი ნაწილი, 30 წლის წინანდელი ფოტოებია. უბრალოდ ზუსტადაც ის ძველი ფოტოებიდან, ახალი ფოტოებიდან, საშუალო ფოტოებიდან, სხვადასხვა თემიდან და სხვადასხვა სერიიდან შეკრიბეს და ერთი გამოფენა გააკეთეს. ხო და ამას ხო იმაში ქსელში ვერ გააკეთებ. ხო, ქსელი არის რაღაცა ადგილი, რომელშიც შენ ცდილობ რომ რაღაცა ფორმა მისცე ამ შენ ქსელს, მაგრამ იმის გამო რომ ქსელი თვითონაც ცოცხალია, კიდევ თავაზობს თავის წესებს და იძულებული ხარ რომ ქსელებს მიყვე, ამ მებს მიყვე. მაგალითად ხო გითხარი მაქვს, თქვა, ინსტაგრამი მაქვს, ფეისბუკი, ხო, მაგრამ ინსტაგრამში საბოლოოდ გამომივიდა, რომ იმას კი არ ვდებ, რაც მე მინდა, რომ დამედო. იმას ვდებ, რაც აქტუალურია. მაგალითად, ჩემი მეგობარი, რომელიც ციხეში ჩასვეს, ოკმელა 2 წლით თუ მეტით, ხო? რომელიც საერთოდ არ არის დამნაშავე, დავდე იმის ფოტო, რომელიც გადავიღე როდესაც როცა ერთად ვიმუშავეთ, ხო? და ეს ადამიანი არის წინვალი სპეციალისტი თავის საქმის. ეხლა ტყუილა 2 წელი, 2 წელიწად ნახევარს დააკარგვინებენ და ჩვენ დაგვაკარგვინებენ, ის ვერ გააკეთებს ვერაფერს, იმაზე აღარ ვლაპარაკობ, სახში ვერ მივა იმას ასე შემდეგ და შვილს ვერ ნახავს, ხო? ვერ გააკეთებს რაღაცა თავის საქმეს, რომელიც ჩვენ დაგვაკეთება. ხო? და ამიტომ აი ხლა გამომივიდა რომ ინსტაგრამზე ბოლო რავი 10 ფოტო დავდე ადამიანები, რომლებიც ზოგი გარდაიცვალა და იმიტომ დავდე მირიან კილაძე მაგალითად, ხო? მისი ხსოვნისადმი დავდე ფოტო. ზოგი ციხეში ჩასვეს და იმიტომ დავდე რომ თანაგრძნობა გამომეხატა. ზოგი და ასე შემდეგ რა. და იშვიათად ვახერხებ რომ დავდო ის რაც მინდა რომ ვიღაცას ვაჩვენო. ხო? ამიტომ ძალიან რთულია რომ სულ მეუბნება რომ შენ ფოტოებს ვერ პოულობთ ინტერნეტში. ვერ იპოვიან, იმიტომ რომ არ არის როგორ იპოვიან. სვის დადებული თუ არის, თორე ჩემი არ არის. ამ დროს გან არ მინდა რომ მქონდეს. რაღაცა შეიძლება არ დავდო ყველაფერი, აი მაგის მომხრეც ვარ რომ იცი არის ეხლა ძალიან გავილექსე მაგრამ. კარგია, კარგია. ხო, იცი რა მგონია ხოლმე რომ აქ კარგ ფოტოს რო გადაიღებ და იმავე ჯერ გადაღებული არ გაქვს, უკვე შეაგდებ ქსელში. ხო, აი. ხო, და მე წამოვა 1000 ლაიკი, ხო? ეგ საერთოდ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ გონია ხოლმე რომ ვიღაცების გამოფენები უკვე ნანახი მაქვს. აი ვიღაცა გამოფენაზე პატიჟებს და უკვე ნანახი მაქვს, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე დადო ქსელში სადღაც. და რა, ხო, მივარ რომ ხელი ჩამოვართო, გადავკოცრო რა, კაი ბიჭი ხარ, ანა, კაი გოგო ხარ უთხარ და წამოვიდე რა. ხო და სინამდვილეში იცი რა ის რაც გამოფენა უნდა მოიტანოს, რაც იცი რა რაღაცნაირად ნაფიქრმა შეიძლება დღეს გადაიღო ფოტო დადო, მოგეწონოს და დადო, ერთი კვირის მერე აღმოჩნდა ეს საერთოდ არ მოგწონს. კი. ხო, და შარში ხარ, ნუ შარში რა, გინდა რომ ის აღარ ხო, ის გინდა რომ აღარ არსებობდეს იმ ქსელში, მაგრამ არსებობს. ამიტომ ჯობია რომ ცოტა კომპლექსავით შეაწყო, თაროებზე ეს ყველაფერი, შენ თვითონ დააღვინო და მე გამოსწორ. ანუ მაინც მე ვფიქრობ ესე იგი, რომ ეს სოციოლოგიის ელი ჭირდება ჩვენ. რა თქმა უნდა. ნახე რა ფორმით, რა უჭირდება რომ ჩვენ უბრალოდ ჩვენი ხმა იყოს. თუ გჭირდება, რა თქმა უნდა. და ამ შემთხვევაში ხარ ჩვენ ამბობ და მეორე რაღაც სახით შენ სამოწმებ შენ თავს როგორ ჩანხარ ცოტა გვერდიდან. აი მაგას არ ვამოწმებ ხო. ხო და იცი რატო, არა იცი რატო, ეხლა რო თქვი რომ აი შეიძლება არ მოგეწონოსო. აი ლაიქებს ერთ არ უყურებ. არა, ლაიქებს არა. აი მაგალითად შეიძლება თქვა რომ ეხლა გადავიღე ფოტო, მაგრამ მომეწონა, დავდე, მაგრამ ერთი კვირის მერე მივხვდი რომ არც ესეთი მაგარი ფოტო არ არის. ანუ ეს ხო რაღაც შენი რაღაცა ფილტრიც. იცი რა, დადება რა თქმა უნდა ისე შევამოწმე. რა თქმა უნდა ჩემ კომპიუტერში თუ მაგას რა ყოველ სამდღეში ერთხელ ამოხტება რა რაღაცას რო ევძებ და იტყვი რომ ხო აღარ მომწონს და всё. კი ბატონო, ესეც იყოს. ეხლა იცი კიდე რა მინდოდა, აი ძალიან ჩქარო ლაპარაკობ, ვიცი რომ გეჩქარება. არა, პრობლემა არა, მივყვეთ და რასაც მოვასწრებთ, ხო? მაინც
ძალიან მჭირდება რომ აი ახალგაზრდა ფოტოგრაფებს ხოთა შორის ძალიან ცოტა აკეთებს გამოფენას. ძალიან ბევრი ადამიანმა არ იცის თვითონ რას ნიშნავს გამოფენა, რაში გვჭირდება ჩვენ ეს. იმიტომ რომ რაღაცნაირად არ არის მხოლოდ ლამაზი ფოტოების დაკიდება, ხო? ეს ლამაზი ფოტო ისევ ამ სიტყვას ბჭყალებს. და რაღაცნაირად შეიცვალა გამოფენის სტილმა, სტრუქტურამ, მარტო ფოტოების დაკიდება არ გახდა საჭირო, კიდე რაღაცა მულტიმედიამ შემოვიტანა, კიდე ხმა შემოვიდა, კიდე სადღაც ვიდეო შემოვიდა. ფორმატები არის დღეს უამრავი, გინდა ძალიან დიდი დაბაჭდე, გინდა პატარა, გინდა მოусმინე, გააცოცხლე, უამრავი რაღაც შეიძლება გააკეთო და რაღაცა ძალიან დიდი არჩევანიც არის შესაბამისად. მაგრამ სამწუხაროდ თბილისში მაინც რატომღაც არა მარტო თბილისში, საქართველოში ძალიან ბევრს მოგზაურობ, დავდივარ, სამწუხაროდ ბევრი გამოფენები არ კეთდება. რაც ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ ფოტო მაინც მგონია რომ ცოცხალია. ან თუ არ დაიკიდა კედელზე და თუ არ მიხვედა, თუ არ ნახე, ასე შეგვიძლია უამრავი ფოტო გვაქვს კომპიუტერში შენახული, მაგრამ რაც ჰაერზე და გამომზეზე თითქოს არ არსებობს. თითქოს არ არსებობს, რაც გონია რომ ძალიან აუცილებელია და თან თუ ბეჭდავ ხო საერთოდ საოცრებაა ეს იშვიათი მოვლენაა, რომ ვიცი. ეხლა ვივიენ მაიერის მაგალითზე მინდა რომ ვილაპარაკოთ. ნეგატივზე და ციფრულ ფოტოგრაფიაზე რაღაც სახით, მაგრამ ნეგატივი იმიტომ რომ აი ინახება თითქოს ხო უფრო. კი, ფიზიკურია. ხო. და აი მაგალითად ვივიენ მაიერის შემთხვევაში ქალბატონი სანამ არ აღმოაჩინეს, სანამ არ იპოვეს მისი ნეგატივები, არ ვიცოდით. არ იყო. კი. და უცბად ჩვენ ერთ დღეს გავიღვიძეთ და გახდა ქალი ლეგენდა, გახდა რომელიც იმ კლასიკოსების სიაში პირდაპირ ჩაეწერა დიდი ასოებით. ძალად. იქ ფილმში თუ გახსოვს არის რომ მარიელენ მარკთან მიდის ეს ბიჭი. და უბნება რომ ეს კარგია ეს ფოტოგრაფებიო, ეს ფოტოებიო, ეკითხებოდა. კარგიაო ისე უბნება, მაგრამ ეს არავინ არ არისო რა. ეხლა ზუსტი ციტირება კი. უბნება, რითი არის ამან გაიარა უკვე, всё, ეს 50-იანი წლები, რომელიც ამან გადაიღო და 60-იანი წლები. ხო. იქ ეს არ დაფიქსირდა, იქ ეს ამან არ შეასრულა სოციალური როლი. როგორც დიან არბუსმა შეასრულა, როგორც ხო, თავისთავად. თვითონ მარიელენ მარკმა შეასრულა თუ ქალებზე ვილაპარაკებთ, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, რომ სოციალურად შენ მოახერხე თუ არა რომ შენი ფოტოები აჩვენებო. აი გამოფენის მნიშვნელობა ეგ არის. რომ ფოტოგრაფის სამუშაო მარტო იმით არ იწყება და ამთავრდება რომ თითი დააჭირე, მოგეწონა რაღაც თითი დააჭირე, ხო? ფოტოგრაფის სამუშაო არის მე რომ აარჩიე, მე რომ ამას ფიზიკური სახე მიეცი სურათი დაბეჭდე და მე რომ სამჟავროზე გამოიტანე. სამჟავროზე გამოტანა თუნდაც ქსელი იყოს, არა აქვს მაგას მნიშვნელობა. ეხლა მაგრამ სამჟავროზე ადრე იყო მარტო გამოფენა. სადნა ენახათ შენი ფოტოები, გამოფენაზე უნდა ენახათ, ხო შენი ფოტოები, ხო? თუ ეს ნაწილი არ გააკეთე და მარტო შენთვის შეენახე, ვივიენ მაიერი ხარ რა. მანიაკი ხარ. ხო, ვივიენ მაიერი იყო მანიაკი, ჩანს ფილმშიც, ეხლა მე კი არ დავარ. არა, ასე გიგია. ის არის ვიუარისტი მანიაკი. და იქ ფოტოებში 80% სხვათა შორის არის ჩუმად გადაღებული. ხო. და ეგ ну, რა ვიცი. ჩემი აზრით მაგ თემასთან დაკავშირებით, ის რომ ზოგადად იმ პერიოდში ქალი ფოტოგრაფები რაღაცნაირად ძალიან ხშირად იყვნენ ჭრდილქვეშ. ძალიან ბევრი იყო ძალიან ცნობილი ფოტოგრაფის მეუღლე, ცოლი და დაენარბუსი. კი ბატონო, იყო ძალიან გამბედავი ფოტოები აქვს მას, რასაც ახლა ვუყურებ, ქუჩის ფოტოგრაფია იმ პერიოდში თანამხელა ესეთი კამერა, თან ძიძათაც მუშაობდა, ხო? ანუ მე ჩემთვის პირადად კი, ცოტა მანიაკი უნდა იყო ეგეთი რაღაცას რომ აკეთებდა, იმიტომ რომ მაგრამ დამკვირვებელიც კარგი იყო. მას ესეთი ნიუანსებზე აქვს ყურადღება მიქცეული, რომელიც რაღაცნაირად თითქოს ახლებულად აგვანახა ეს 50-იანი და 60-იანი წლები. რაც საინტერესოა, რატომაც არა, კი. და ძალიან კარგია და ზოგადად დღეს თავის დროზე არ შეასრულა სოციალური. არა, თავის დროზე არ შეასრულა. ეხლა ის ასრულებს 50-იანი წლების და 60-იანი წლების გააზრების როლს. ეხლა მაგაზე ვართ ჩვენ რომ თუ არ აჩვენებს შენს ფოტოებს, გინ სოციალში, გინ გამოფენაზე არ ხარ? არ ხარ მონაწილე იმეების, პროცესების. და იქნებ არ მინდა რომ ვიყო პროცესებზე. არა, არ გინდა და ვივიენ მაიერი ხარ. არ გინდა კი ბატონო, შენი ნებაა. ხო, იმას არ უნდა, იმას კი არ უნდა რომ ესე გამოემზეურებინათ. ხო. უბრალოდ ესე მოხდა რომ იმ ბიჭმა იყიდა და მიხვდა რომ ეხლა განძე იყიდა რა. ხო იყიდა. არა, იყიდა, იმიტომ რომ ნაგავი იყო და აგდები იაფად იყიდა, შენ რა გონია? ძალიან იაფად. 20 წრად იყიდა თუ რა.
კაი, მომიყევი ხა შენ მსგავს რაღაცებს აკეთებ. იცი რა, ხო, იმიტომ რომ მეც ზუსტად ეგ მაინტერესებს ხოლმე რა, რომ ძალიან ბევრი მე საბჭოთა პერიოდში დავიბადე. მართალი ბოლოსკენ, მაგრამ მაინც საბჭოთა პერიოდი 20 წელი, 30 წელი 30 წელი ვიცხოვრე საბჭოთა. კაი. ნუ 60-ში დავიბადე და 30 წელი იქ ვიცხოვრე. და მე რომ დავიწყე ამის შესწავლა, საბჭოთა ფოტოგრაფიის შესწავლა და რომ ნახე რომ ძალიან ბევრი რამე არის შეზღუდული, აკრძალული. მეც კი მომიწია პოლიციამ საბჭოთა დროს გამოჩერე ერთხელ სურათებს რატო იღებ, წამიყვანეს აი აქ განყოფილებაში, სად არის? აი იქ, პოლიციის განყოფილებაში. აღმაშენებელზე. აღმაშენებელზე, ხო. და მე კიდე კაი გამომიშვეს, მაგრამ ნუ აი წამიყვანეს, იმიტომ რომ სურათებს რატო იღებ. და პატარა ვარ. მე სხვადასხვა დედაჩემთან ერთად დავდიოდი. სურათი ბავშვია, უნდა რაღაცა და ესე ძრებოდი ხოლმე მეც. ხო და მე მივხვდი რომ ძალიან ბევრი რამე იყო აკრძალული, აი მაგალითად. მეორე მსოფლიო ომი. არც ერთი ქართველი ფოტოგრაფი არ არსებობს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გადაიღო. პირველი მსოფლიო ომი გადაიღო ნინო ის არსებობს. მეორე მსოფლიო ომი, აი რომელიმე ფოტოგე არა. და რატო იცი? იმიტომ რომ აკრძალული იყო. იმიტომ რომ ეუბნებოდნენ რომ ომი შეიძლება გადაიღოს მარტო იმ ფოტოგრაფებმა, რომელსაც ჩვენ ვიტყვით. ხალდეი, ბალტერმანცი და ვიღაცა. ეს. და ისინი ყველანი იდეოლოგიის ქვეშ იყვნენ თან. და შენ რო გადაგეღო, იმათ არიციან შენ რას იღებ. ხო, კონტროლის ფორმა. ამიტომ ეს ყველაფერი იყო აკრძალული. ის დღესაც ხოთა შორის პიტე გიხარ რომ დღესაც არც ისე შორს ვართ მაგ რეალობისკენ, ამიტომ. რა თქმა უნდა. ხო. და ხო, იქ ბრუნდები. და არა მარტო ეხა ეს ომი ძალიან თვალსაჩინოა რა, აი რომ გინდოდეს ერთ ფოტოგრაფს ვერ ნახავ, რომ მეორე მსოფლიო ომი ქართველს. და გარდა ამისა, ბევრი რამე იყო აკრძალული ისეთი სოციალური რა, მაგალითად მათხოვარი რო გადაგეღო, უკვე კანონის გარეთ იყავი, სოციალური რაღაცები რო გადაგეღო, კანონის გარეთ იყავი და ფოტოგრაფია არსებობდა საქართველოში, რა თქმა უნდა, ოფიციალური, რომელიც გაზეთებში იბეჭდებოდა, მეებში იბეჭდებოდა, რა, ჟურნალებში იბეჭდებოდა, მაგრამ ყველაფერი იყო ცენზურირებული. ხო? გლეხი იყო ბედნიერი, იღიმებოდა თეთრი ხალათით გოჭი ეჭირა ხელში და გარეთილი ქარხნები. ხო, მუშაც იყო ბედნიერი და თქვა უცხოელი ფოტოგრაფიც რო ჩამოყავთ, კარტია ბრესონი რო ჩამოდის, ხო? იყავთ რუსთავის ქარხნაში და ყველაზე დაბანელ მოწინავე მუშას იღებენ ბედნიერი ოფლიანი სახით. რომ აი ეს არის ჩვენი ცხოვრება, ხო? ხო და ის კარტია ბრესონია რა, იმან რა იცი სად უნდა წავიდეს? ამათ სადაც წაიყვანეს იქ გადაიღო. რობერტ კაპა, როცა 47 წელს ჩამოვიდა საქართველოში, რეალურად მიუხედავად იმისა, რომ მიღებული სტუმარი იყო, მაინც კგბ დასდებდა და ბოლოს ნახევარი ნეგატივები წაართვეს, თვითონ წერს ამას. ხო? და ანუ რაღაცები იყო აკრძალული. ამიტომ ძალიან მაინტერესებს ხოლმე ის ფოტოგრაფია, რომელიც არ იყო განკუთვნილი პრესისთვის და არ იყო განკუთვნილი საზოგადოებისთვის სანახავად. იმიტომ რომ საზოგადოებისთვის სანახავად ყველა ფოტოგრაფია იყო ცენზურირებული, მეტნაკლებად. და ამიტომ ძალიან მაინტერესებს ხოლმე საოჯახო ალბომები, იმიტომ რომ იქ საშინაო ფოტოებია, იმ საშინაო ფოტოებში საშინაო ქვია თუ როგორ ქვია. შინაურობის საოჯახო ალბომები. ხო. და იქ ისეთი რამეები იპარება ხოლმე ფოტოებში ფონზე, რომელიც გაცილებით კარგად ასახავს რეალობას, ვიდრე ოფიციალური ფოტოგრაფია გაზეთში. ხო? და ამიტომ დავიწყე ამეების ძებნა და მე 92-ში თუ 13-ში ბორია შავერდიანი არის ძალიან მაგარი ფოტოგრაფია, ხა მოსკოვში ცხოვრობს, სამწუხაროდ აღარ იღებს ფოტოებს. იმან დამიტოვა ერთ ჩემოდანი ნეგატივების. და მითხრა რომ აი არ ვიცი ვისიაო. ეხა ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა, იქ დევს ეს ჩემოდანია და მე რო წავალ ამას გადააგდებენ, იმიტომ რომ ამის პატრონი არავინ არ არისო და მეც აღარ ვიქნებიო და ნუ მაჩუკა. 10 წელი ვეძებდი ვისი იყო დაახლოებით. იმიტომ რომ ნახე რომ ძალიან მაგარი გადაღებულია, კომპოზიცია, ოქროსკვეთა, ყველა იცის ამ კაცმა ყველაფერი. ზედ ბევრი ცნობილი ადამიანები გადაღებული, გრიშაშვილი, გუდიაშვილი, ზვიად გამსახურდია, ზვიადის მამას რა, კონსტანტინე გამსახურდია. ხო. ვიღაცეები რა. და მაგრამ მივხვდი რომ ეს არ არის ოფიციალური ფოტოგრაფია, რასაც აქ ეს არის თავისთვის ფოტოგრაფია რა. ნუ ბოლო 10 წლის მერე მივაკვლიე რა, ეს იყო რეზო კეზელი, რომელიც იყო ოპერატორი და მე რეჟისორი გახდა. ტელევიზიაში მუშაობდა. ტელევიზია რო გაიხსნა ჩვენი 57-ა თუ 58 აღარ მახსოვს.
იქიდან მოყოლებული ოპერატორად მუშაობდა. ანუ მან თან ეს ხო ხდებით ფირის პერიოდი, ანუ ოპერატორი ნიშნავს რომ გამჭვანებაც უნდა იცოდეს, ყველაფერი უნდა იცოდეს, კომპოზიცია უნდა იცოდეს. ნუ ოპერატორია რა. და ამით და ფოტოებს იღებდა თავისთვის. ამიტომ ეს ფოტოგრაფიაც არის მისი არის იდეალური. თავის ხარისხით, თავისი კომპოზიციით, ყველაფერი და ნამდვილი. იმიტომ რომ თავის ოჯახს იღებს, თავის მეგობრებს იღებს, თავის ჰობის იღებს, მოგზაურობას იღებს, გართობას იღებს და ნუ ძალიან მაგარია რა. ეს ხო ვივენ მაიერზე ადრე მინდა გითხრა. გურამ ხო გაგვიზიარებ ამ ფოტოებს 1-2 წელს. კი რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. იცი რა მაინტერესებს? კიდევ დავუბრუნდე ჩემს საყვარელ თემა. დიახ. ხა მეჩხობებიან, მაგრამ მან დავუბრუნდები. ესე იგი, ეს არის ესე რომ ვთქვათ, ციფრულმა ფოტოგრაფიამ ძალიან დააჩქარა ფირის ფოტოგრაფია. ანუ ფირის ფოტოგრაფიას დღემდე ეძახიან ნელ ფოტოგრაფიას. კი. თორე სიმშვიდე ჭირდება რაღაც უფრო დრო უნდა, ფიქრი მეტი უნდა. და შეზღუდული ხარ რაოდენობაშიც, მოდი ესე ვთქვა. თავარი ეგარი. რაოდენობაში შეზღუდული ხარ? კი. ფიქრში? ფიქრში პირიქით. ფიქრში იძულებული ხარ, რო იფიქრო. იმიტომ რომ რაოდენობაში ხარ შეზღუდული, ხო? ხო, მაგრამ იმას ვისაც უკვე გამოვლილი აქვს ეს ძველი ფირის ფოტოგრაფია და ეხლა დიჯიტალ ციფრულ ფოტოგრაფია. მაინც ხანერად მუშაობ. აი მეც როგორც ხვები, თუ ვიცი რომ დიჯიტალია 100 სურათს ვიღებ 3-ის მაგივრად და მე რა ხა იმ ფოტოებს, რომლებიც ერთი არჩი. ერთი რომელიც არჩი იმასიდან, იმასაც. არა, ყველაფერს ვინახავ. არჩეულს მე ცალკე ვინახავ, მაგრამ აუზჩეულსაც ყველაფერს ვინახავ. იმიტომ რომ არ არის ის 3 წლის მერე რომელი მომეწონება. ხო. უბრუნდები ხოლმე? კი, ხშირად. ხშირად. გურამ, კიდე მომიყევი რა, აიცი რაზე, მე ვიცი რომ მარტო ეს ერთი ნეგატივები არ გაქვს შენ, მე ვიცი რომ შენ კიდე ეძებ, რომ სხვა ნეგატივებს. აი ვინმე თუ მეუბნება რომ მამა ჩემი სურათებს იღებდა და ნეგატივები მაქვს, მეუბნები თუ გინდა დაგისკანერებ. იმიტომ რომ სულ მაინტერესებს რომ ვინ რას იღებდა, ხო? და სიამოვნებით უსკანერებ ხოლმე, იმიტომ რომ რეალურად ფაქტობრივად ნებისმიერი სკანირება, სხვისი ნეგატივების სკანირება, რას გიშვება, იცი რომ ახალ რეალობაში გაგდებს. უბრალოდ ძველ რეალობას ისეთ რაღაცებს გაყურებინებს, რაც შენ ცხოვრებაში არ გინახია. ხო? მაგალითად ვიღაცამ თქვათ ვიღაცა ფოტოგრაფს მივაგენით წალკაში მაგალითად. ხო. აი მაგარი ისტორია ბარი მოგიყვი. წალკაში ჩავედი რაღაც საქმე მქონდა, მე და სოფო ლაპიაშვილი რაღაც საქმე მქონდა და იქ ისე ვიკითხე, მეთქი აქ ფოტოგრაფია იყო მეთქი ვინმე და კიო სტუდია ქონდა ვიღაცასო და მითხრეს სტუდია ქონდა. მეთქე ისეთ საცხოვრობს, მეთქე აღარ არის სტუდია და სადაც სოფელში ცხოვრობს და ის ვისი მანქანითაც ვიყავით, იმას არ დაეზარა, წაგვიყვანა იმ სოფელში რა. მივედით ბიჭე ჩემზე ახალგაზრდა რა. და კითხეთ ფოტოგრაფია იყავი, ისა სტუდია მქონდა, რას იღებდი, პორტრეტებს ვიღებდი, მოთხარი გაქვს მეთქი მასალა. და უცებ ესე გაჩერდა. თავის ძოს დაუწყო ლანძღვა. ლანძღვა კი არა, უბრალოდ ბურტყონი რა, რა. კარჩი ერთი კვირის წინ დაწვა. ნეგატივები. ხო და, მაგრამ იმის პრობლემა არ იყო. კარჩი წარმოიდგინე რომ 20 წელი იღებდა ამ ნეგატივებს, ეს ნეგატივები ადგილს იკავებს. აი ამ კარადის ხელა ადგილს იკავებს ალბათ. უფრო მეტი შეიძლება იმ ხელა კარადის ხელას, ხო? და შეღონდა ეს ხალი რა და კითხა რომ რა უყო და ამან უთხრა რომ დაწვია. იმანაც დაწვა. და დამთავრდა. მე კიდე კარგი ამას თავისი ოჯახიც ყავდა რა თქმა უნდა გადაღებული სტუდიაში ბევრი და ვთხოვე რომ მეთქი თუ საოჯახო ალბომი მაინც გაგდა შენი გადაღებულები იქ და მე ისინი ციფრულზე გადავიღე რა რომ რეებს იღებდა და რას იღებდა მაგრამ წარმოგიდგენია რომ მთელი წალკა ყავდა გადაღებული და ისინი აღარ არსებობს ახლა სახლებში კი არსებობს ფოტოები მაგრამ ნეგატივები აი ამ ხელა ნეგატივებს იღებდნენ ხო იცი სტუდიაში ხო აღარ არსებობს всё დამთავრდა და ნეგატივ აპარატითაც აღარ იღებენ უკვე. რა რატო უნდა გადაიღო ახლა რა. არ ვიცი, რამე საინტერესო შეიძლება ვიღაცას უნდადეს, მაგრამ სამწუხაროდ დავსდევთ მასეთ კამერებსაც. მე მაქვს 4-5-ზე და ვიღებსო. ხო? ხო. არა, მე ფართეფირიანი კამერით მე ძალიან მეყვარს. გურამ, იცი კიდე რამე დაკითხო? აი ახალგაზრდების თემაში რა. ეხლა სოციალური მედია ეს არის ცალკე პროფესია. და ცალკე ხედვა ამასთან დაკავშირებით და უამრავი კვლევები არსებობს იქ-აქ ამ კონტინენტზე, იმ კონტინენტზე, აზიაში სხვანაირად მუშაობს, მოკლედ ძალიან დიდი ინფორმაცია და შესაბამისად
იმისათვის რომ ახალგაზრდა ფოტოგრაფებს უნდათ რომ ძალიან პოპულარულები გახდნენ, პირდაპირ ესე ძალიან პოპულარული გახდნენ. შესაბამისად, ცდილობდნენ რაღაც ტენდენციებში ჩარჯდნენ, აყუნენ აი ამ რაღაცა ქარბოლბაგს, რომელსაც და შესაბამისად აქედან გამომდინარე იმის გამო რომ ტრენდული გახდა რაღაც მიმართულებები, რაღაცა ტიპის კომპოზიციები ან ფორმა. მე ეს ახალგაზრდები რაღაცა თქოს ერთმანეთს თქოს მსგავსებიან, რაღაც ერთი ვეღარ არჩევ უკვე ვინ არის ეს ადამიანი. არა, ლოგიკურია. ხო. ლოგიკურია ჩემთვის, იმიტომ რომ რა ფირის ფოტოგრაფია რო იყო, იგივე არ იყო. იგივე იყო, სწავლობდი კარტიე-ბრესონის კომპოზიციას, იღებდი პირველი 5 წელი როგორც კარტიე-ბრესონი იღებდა და მე ხვდებოდი რომ კიდე სხვა ფოტოგრაფია არსებობს მაგალითად. ხო, მაგრამ მაშინ რაღაც მაინც ინფორმაციის ნაკლებობა უფრო იყო გურამ, ეხლა ძალიან დიდი ინფორმაცია. მით უმეტეს ყველა კარტიე-ბრესონზე იჯდა საქართველოში, საბჭოთა კავშირში, ყველას ეგონა რომ კარგი ფოტოგრაფია არის კარტიე-ბრესონი. და ყველა კარტიე-ბრესონებით იღებდა. და ამ დროს ზუსტად იმიტომ რომ ინფორმაცია არ იყო, უამრავი სხვა ტიპის ფოტოგრაფია, კონცეპტუალური, სუბიექტური, ესეთი, ისეთი მილიონი. მე მეც გეტყვი, დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში სხვანაირი მიმართულებები არსებობს, რობერტ ფრანკი მაგალითად, რომელიც ხო არ მინდა ეს კარტიე-ბრესონი, სხვანაირად მინდა რა. ეს რო ესე ხუთოსანივი ჭრის ყველა ფოტოს არ მინდა რა, მინდა რომ ხელი იყოს გადაჭრილი ვიღაცის რა. და ეს ინფორმაცია არ ქონდა, ამიტომ აი ხუთოსანივით აკეთებდი ამ ყველა კადრს. და მე მგონი რომ დღესაც რომ არ დაემსგავსო ერთ-ერთზე მეორე ფოტოგრაფს, საჭიროა რომ რაც შეიძლება მეტი ფოტოგრაფია ნახო, მეტი ტიპის ფოტოგრაფია ნახო, მეტი ავტორი ნახო და ისეთი ავტორები, რომელიც პოპულარული არ არის. იმიტომ რომ პოპულარული ვიღაცა გახდა, იმიტომ რომ ცოტა ახალი გააკეთა, მე ეს ვიღაცამ აღმოაჩინა და მე იმან გაკაჩა. შეერმულათაც არა, შეიძლება просто დადო ნახე რა კარგია, მე ვთქვი რომ კარგია, მე შენ თქვი რომ კარგია და მე ამიტომ ეს არის კარგი. ამ დროს შეიძლება ვივიენ მაიერი ისე დაიკარგოს. ხო? დადოს კიდეს თავის ფოტოები, მაგრამ თუ არავინ არ თქვა რომ ეს კარგია, დაქრება. ამიტომ მგონია რომ ყველაზე კაი ვერსია არის რომ ბევრ ფოტოგრაფიას ნახულობ და მე იქ შენ და ნახულობ არ ნიშნავს რომ უბრალოდ დაათვალიერო. ნახულობ ნიშნავს რომ გაიაზრო. და სუიძახ ხოლმე რომ ერთი ფოტოთი, ერთი კარგი ფოტოთი. ვერ მიხვდები ეს კარგია თუ ცუდია. ადამიანი, ფოტოგრაფი რა. ჯობია რომ ამ ფოტოგრაფის თუ მოგწონს, მე დაათვალიერო ბევრი ფოტო, რომ მიხვდე რომ ეს შემთხვევითია ეს ფოტო, თუ სისტემა აქვს. თუ სისტემა აქვს, აი სისტემა უნდა გაიაზრო, რომ აი ამ სისტემით იღებს. შეიძლება არც ერთი არ მოგწონდეს. მაგრამ სისტემა აქვს. ხო? და მიხვდები რომ ეს სისტემა თუ კარგია და მუშაობს, რომ უნდა იცოდე რომ ეს სისტემა არსებობს. ეგრე იყო ბრესონი, ეგრე იყო რობერტ ფრანკი, ეგრე იყო ვივიენ მაიერი, ეგრე იყო დაიანა არბუსი კიდე ერთხელ ვახსენეთ, ხო? ყველა აკეთებს რაღაცა სისტემას. და ეს სისტემა ხდება მერე ავტორი. თორე ერთი კარგი ფოტო ხო, თავისთავად. არაფერი არ არის. ერთი კარგი ფოტო შეიძლება გადაიღოს ნებისმიერმა ადამიანმა ტელეფონით მით უმეტეს. კი ბატონო. ეგ არის ძალიან და შესაბამისად ეს მე მაგალითად ვფიქრობ რომ არ უნდა იყო ძალიან არ ვიცი სიტყვა გამოვიყენო თუ არა ჩაციკლული რომ მაგალითად თუ არ ხარ სოციალურ მედიაში ვერ აკეთებ რაღაცას. ანუ მე მგონია რომ აბსოლუტურად შეიძლება არ იყოს ერთმანეთთან კავშირში. ან პირიქით. ჩემი მაგრამ თან პლუს კიდე იცი რა არის რაღაცნაირად იმდენად მრავალფეროვანია დღეს ფოტოგრაფიის ხელმისაწვდომობა. ხო? ვიდრე ადრე იყო, ხო? ანუ განათლება მივიღეთ, ნახეთ, აქ ვნახეთ, იქ ვნახეთ, იქ 10 ჯერ ვნახეთ, წავედით პარიზში, ნიუ-იორკში, ნახეთ გამოფენები როგორ კეთდება, ჩარჩო როგორ კეთდება, ხო? უამრავი რაღაცები ვისწავლე და შესაბამისად როცა გინდა რომ რაღაცა გააკეთო, თან კიდე უნდა იფიქრო იმაზე, ეხა ეს სოციალურ მედიაში როგორ უნდა განათავსო. და რომელიც არის სრულად სხვა, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო სოციალური მედიისთვის, მაგრამ საერთოდ არ იყოს საინტერესო ისე. აი, იმიტომ რომ შეიძლება გარდა იმისა, რომ ტენდენციის გარდა მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ რაღაცნაირად ეს სოციალური მედია გახდა რაღაცნაირად ესეთი სახე, როგორიც გინდა რომ ჩანდე. და ამისათვის ერთი არის რომ შე როგორიც გინდა რომ ჩანს
და აი ეს ახლა შენ როგორი ხარ რეალურად, აი მაგაში უნდა მე ამას დაკვირდება, როცა უკვე სხვა თვალი გიყურებს და გაკვირდება რომ დაიჭიროს. ახლა ღამით იცის ფოტოს კითხვა რა არის, ანუ რომ დაიჭერს და რომ წაიკითხავს ვინ ხარ შენ, ანუ ხო ფოტოთი ვიგებთ და არა მხოლოდ გამარჯობა ნახვამდი. შესაბამისად, ამათ უყესო დავინტერესე, დავინახეთ, დავიჭირეთ, ავაკვირდეთ, დაველოდეთ. მაგრამ მაინც აი ეს ბაზარის პოპულარულობაზე შეპყრობილობა ახალგაზრდობაში ახალგაზრდებთან ძალიან ბევრია რა. ძალიან კარგია. იცი რა არის? ხო ყველას ასაკის ამბავია თან ეგრე. იცი როგორ რაღაცაა რომ მე პატარა ვიყავი, ალბათ შენც რო პატარა იყავი და იწყებდი ამას, ამოცანა იყო რომ მე გავხდე ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფი, ხო? ყველას ამოცანა ეგ არის რომ აუ ყველაზე ცნობილი გინდა რომ გახდე. მარტო ფოტოგრაფიას ახერხებ. ველოსიპედისტი ხარ გინდა რომ ყველაზე მაგარი ველოსიპედისტი. კი ბატონო. რავი, ვინც ახარ ყველაზე მაგარი გინდა რომ იყო. ეგ არის ძალიან კარგი, რომ გინდა. და გონია რომ იცი რაღაცა რომ აი აქ თუ გააკეთებ უკვე მაგარი ხარ. აი გონია რომ ეხლა შენთვის არ არის მისაწოდომი მაგალითად რაღაცა, ადგილი, სადაც გამოიფინები და გონია რომ აქ თუ შენი ვიღაცის გამოფენა ნახე თქვა და ფიქრობ რომ აუ ეს რა მაგარია. და მაგარ ადგილას არის გამოფენი და იძახი რომ აი მეც თუ აქ გამომფენენ სიტყვაზე, ხო? უკვე მაგარი ხარ. ნუ მე ბიჭო ნანელა მიდიხარ მუშაობ, აღმოჩნდები იქაც გამოფენეს, იმის იქითაც იმის იქითაც გამოფენეს და ხდები რომ არაფერი არ გაკმაყოფილებს რა, იმიტომ რომ ხდები რომ ადგილი არ არსებობს, რომელიც მიუწვდომელია. არ არსებობს. თავარია გინდოდეს, ისრაფება გქონდეს რომ ის. და ადამიანის ნახვაც, გურამ. ეხლა შეგეძლია ნებისმიერი ფოტოგრაფის ვორქშოპს დაესწრო, ან ნახო, ან მიხვიდე. ხო, მაგას ვიძახი რა. ეს ყველაფერი ეხლა კი არა, მისაწვდომია რა. უბრალოდ ეს არ ხდება პირველივე დღეს თითს რო დააჭერ კამერას. ხო, და ლოგიკურია. ხო? ამას ჭირდება სამწუხაროდ. ამ დროს ახალგაზრდობაში უფრო გინდა რომ პოპულარული იყო და ეხლა ხო. ეხლა სულ არ მაინტერესებს რა. აბა ეხლა არ გაინტერესებს გქონდა. ეხლა მაინტერესებს რომ წყნარად ვიმუშაო და მე რაც ვაკეთე მე თვითონ მომწონდეს. კი რა უცოდი სიტყვა ვთქვი მე. და ისა როგორ არის იცი რომ ზუსტად ეგ რომ აი გადალახე ის რომ თქვათ მუზეუმი ფილმი ზომი არის ყველაზე კარგი არის შენ ნამუშევარი რომელიღაც მუზეუმში ხო? გალერეა არის შენი ნამუშევარი გარეშე და თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენი ნამუშევარი ეხლა ჩემი ფოტოები რო არის თბილისის მულტიმედია ფოტოგრაფიის მუზეუმში გამოფენა ეს ძალიან სივში ამას ჩავწერ ყველაფერს აღარ ვწერ იმიტომ რომ ადგილი აღარ არის მაგრამ ამას აუცილებლად ჩავწერ იმიტომ რომ ეს არის ინსტიტუცია რომელიც შენ პრესტიჟს ამაღლებს ხო ამას აუცილებლად ჩავწერ მაგრამ ეს აღარ არის თვითმიზანი რომ აი აქ უნდა თუ არ გამოვფინე მე თავს მოვიკლავ რა და ეხლა თავარი ჩემთვის ხდება რომ როგორმე ისეთი რამე გავაკეთო რომ მე თვითონ მომეწონოს ხო და ეგ არის ასაკიც ალბათ რა თქმა უნდა იმაშურება რა იმიტომ რომ რეალურად მე აღმოჩნდება რომ სხვისთვის კი არ აკეთებ არც ადრე აკეთებდი როცა ახალგაზრდა იყავი მაშინაც სხვისთვის კი არ აკეთებდი შენთვის აკეთებდი ხო შენი თავისში შენ თავს ეძებდი შენი თავის წმენა გინდოდა რომ მოგეპოვებინა რომ შენ გამკეთებელი ხარ ხო ანუ შენ წაკეთებდი უბრალოდ გეგონა რომ ვიღაცამ უნდა დაგაფასოს რომ ეს მოხდეს და მე ხვდები რომ არა რა შენ თუ მოგწონს ახლა რომ სურათს იღებ ხო მე ამ სურათს ამჟღავნებ მე ამას ბეჭდავ მე არც არავის არ მოწონს შენ ხო აუ რა ბედნიერი მომენტია ხო რა შენ ხომ მოგწონს დამთავრდა შო ეგ არის მე ყველა ვარიანტში დრო გავა და ვიღაცას მოეწონება ყველა ვარიანტში ეგ მქონია ეგ განცდა რამოდენიმეჯერ მქონდა რომ ფოტოები რომელზეც ფიქრობდი რომ ეს ვის უნდა მოეწონოს მაგალითად დასაფლავების ფოტოები ხო აი ხლა ის ასვლა რაც არის დასაფლავება არის იქ ზემოთ სასაფლავო ეს ადამიანები მიდიან სასაფლაოზე რა ხო და მე ეს სასაფლაოს დასაფლავების რიტუალი ძალიან მაინტერესებს მაგრამ მომწონს კი მაინტერესებს და ამიტომ სულ ვიღებ თუ არ დასაფლავებაზე სულ ვიღებ ეხა ციფრულად რა თქმა უნდა და სულ ვიძახდი ხოლმე რა რომ ეს ვის უნდა მოეწონოს ვის შეიძლება ეს მოეწონოს მაგრამ მაშინ იწახდი მაშინ რომ გადავიღე მომეწონა და ვიძახდი რომ ხოა მომეწონა მე დავბეჭდე მაინც რა მიდის მე თქვი რომ მომწონს ეს მაგრამ ბიჭო ვის უნდა უთხრა ეხა ეს დასაფლავების ფოტო აი ვის უნდა მოეწონოს რა და მე ნახე რომ ერთ კაცს მოეწონა და ისიც მივხვდი რომ ეს კაცი არ არის უბრალოდ კაცი უბრალოდ გამლები რა და
ავდექით და იმან მითხრა რომ ეს და მივხვდი რომ ეს კაცი ჭკვიანურად უყურებს ამ საქმეს რა. ბევრი ფოტოები დავათვალიერებინე. და აი ეს ამ ფოტოების ხორს ძალიან მაგარი ფოტოებია რა. და ვიფიქრე ეს კაცი ვინ არის? მარტო მე მომწონს ეს ხრამის. ესე გამოდის რომ რაც მოგწონს ის უნდა აკეთო. ეგ არის გარდაუვალი, ეგ არის კანონი. აუცილებლად. და აუცილებლად მიაღწევ იმაზე მეტს როდესღაც. როდესღაც. კი. აი, მიყვარს ხოლმე ბოლოს მიმეორებ. შეიძლება ერთი ყვატარა ყვავილი ისურო, მაგრამ განგებამ ბუკვეტე გაჩუქოსო. კი, კი. არავინ არის ის კიდე რა გველის წინ. ამიტომ იცი რა არის, აი უბრალოდ იცი რა არის, რომ მეორე მომენტი არსებობს კიდე, რომ საარსებო ფული გჭირდება. თავისთავად, კი. სამწუხაროა ეგ, მაგრამ არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანი ის არის ფაქტორია რა. ამიტომ გიწევს ხანდახან ისეთი რაღაცების კეთება, რაც არქსია ფოტოგრაფია, არქსია მომენტი. არ არის შენი, ხო, მაგრამ ფულის გამო აკეთე. მაგრამ ნუ უნდა ხო, რა ვიცი, ყველაზე კარგად ცირება გამოგდის, ამიტომ შენ გეგუნებია რომ ეს გააკეთე და უნდა გააკეთო. და უნდა გააკეთო, აბა რა. იმიტომ რომ მე ეს ფული უნდა გამოიყენო, რომ გააკეთო. ხო. და მაგრამ საბოლოოდ მაინც ხო შენ ამ ფოტოებს ხარ სადარფენ აი ვიღაცამ რომ შეგიკვეთა რაღაცის რეკლამის ფოტო არა არაფერს არ იმას ხო მე არ იძახი რომ აუ მე ნახე რა მაგარი გავაკეთე ხო შენ მაინც მე რაღაცა ფოტოს დაებ და იძახი რომ მე ეს გავაკეთე რომელიც შეიძლება მარტო შენ მოგწონს კი ბატონო ხო ხო და ეგრეა რა ხო და აი ეგ არის როცა უკვე ძალიან ბევრ შრომობ და უკვე ხვდები რომ უკვე მიხოდი იმ კულმინაციამდე რომ აკეთო ის რაც შენ მოგწონს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. ძალიან კაითი მივიყო და მე აკაც არ მეყო და მეგონი მეორე ნაწილიც უნდა გავაკეთოთ მე და შენ შეხვედრას. კაი, ძალიან დიდი მადლობა და მადლობთ. დავამთავრეთ? დავამთავრეთ. გაკვეცეთ. გავცვალოთ მე და შენ ფოტოები. ფოტოები გავცვალოთ უეჭველი. ოღონდ ჩარჩო მარჩო არ მინდა პირდაპირ. პროსტა ანა ბეჭდი და მე მოვძებნი მაშინ ის ფოტო თუ გაწყობს. თუ გინდა სხვა ფოტოს